და გამოშვების ბოლოს კიდევ ერთი შეპირებული თემა სულიკო დერვიშულად ქართული პოეტური და მუსიკალური შედევრის კიდევ ერთი ინტერპრეტაცია. თავისუფალი სიტყვა და პროტესტი ფორმულა კრეატივის სცენარისტების ანუ ჯგუფ დერვიშების მუსიკალური სერია სპონტანურად შეიქმნა და ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა. მცირე ბიუჯეტიანი ვიდეოკლიპები მხოლოდ ემოციური ინერციის შედეგია, რატომ სულიკო და რატომ ამ ფორმით მენტალური ევოლუციის მცდელობა, რომელსაც ორმხრივი გამოხმაურება მოხდა. ეკა ადეიშვილი გიამობთ. და ვერ ვნახე და გართულიყო გულა მოსვლილი მდიროდი და სადახარ ჩემო სულიკო ქართული პოეტური და მუსიკალური შედევრის გამოყენება ჯგუფ დერვიშების სერიისთვის იდეის ავტორებმა სპონტანურად გადაწყვიტეს. ინტერნეტ სივრცეში კი გავრცელდა ვიდეოკლიპები, რომელიც რეჟისორის ემოციური ინერციის შედეგია. ბევრი თვლის რომ რაღაც სულიკოს შევახვა არის, მაგრამ ჩვენ ვთქვით რომ არ სიმართლე გითხრა არ ვიცოდით რას ველოდით. უბრალოდ ჩვენ ვაკეთებდით რაღაც ემოციური ინერციით მივდიოდით და ინტერნეტ მოხმარებელს ვაძლევთ ჩანს რომ ეს ნახოს და ვაძლევთ ჩანს რომ ეს არ ნახოს. თავისუფალი პროტესტი და პატრიოტიზმის მიღმა დამალული კლოუნადა. ამის გამოხატვა ფორმულა კრეატივის სცენარისტებმა საქართველოსთვის მიუღებელი ან უცნაური ფორმით სცადეს. გამოხმაურებაც სხვადასხვაგვარი იყო. ჩვენს ესე გავთვალეთ რა, დავდეთ და მომხმარებლის რაოდენობა განსაზღვრული არ ჰქონდა და შესაბამისად არც განისაზღვრა რა, ძალიან ბევრმა ხალხმა ნახა. ბევრს მოწონს, ბევრს არ მოწონს. არ უნდა იყოს ესეთ ახალი ახლა 2010 წელს ეს ქვეყანაში პროგრამატული არის. მენტალური ევოლუციის მცდელობა და სიყვარული მრავალჟამიერ. თავად შემქმნელებს ეს ნაწილი 3 ვიდეოკლიპიდან ყველაზე კრეატიულად მიაჩნიათ. რაც შეეხება სკაბრეს, თვლიან რომ კლიპში გამოყენებული სიტყვები ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილია. აუხრა სულხასაბა ეგეთი ფონეტიკა მოუგებია მაქსიმუმს რა ჩვენი რეჟიმი. არანაირი სტუდია ვიზასაოთ ამ სახით ვაფშე არ ვღერით რა. საერთოდ. ვიზასაოთ რა, ვაკოცოთ ერთმანეთს, მოვეფეროთ, გვიყვარდეს და დავაფასოთ. всё, მეტი არაფერი არ. რატომ სულიკო და რატომ ასეთი ფორმით? ამ კითხვებზე პასუხისძიება დერვიშებმა ინტერნეტ მომხმარებელს მიანდეს. კრეატიულობის ფონზე შექმნილ აჟიოტაჟს კი გაგრძელება აუცილებლად ექნება.